ზუგდიდის გამგეობის მიერ გარევაჭრობის დროებით იანვრამდე დაშვებამ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ბაზარში მოვაჭრეთა ნაწილმა ბაზრის დირექტორს გია კანკიას სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედა და გარევაჭრობის აკრძალვა ან მათვისაც შეღავათების დაწესება მოითხოვა. ბაზარში მომუშავეთა განცხადებით გარევაჭრობის გამო მომხმარებელი ბაზრის ტერიტორიაზე არ შემოდის, რის გამოც მათ შემოსავლები არ აქვთ. გარემოვაჭრეები დღეს ზუგდიდის გამგებელთან შეხვედრასაც გეგმავენ. ზუგდიდში გარევაჭრობა გუშინ აიკრძალა, გამგეობაში მოლაპარაკებების შემდეგ კი იანვრამდე ნებადართული გახდა. ამ პერიოდში კი ბაზრის დირექციამ გარემოვაჭრეთა ალტერნატიული ფართის დაკმაყოფილება უნდა მოახდინოს. ქობალიას ამიყავი და მანანა მენეჯერი, ბაზრის მენეჯერი. და ვითომ და მოგცეთ პირობა ლარამდე დაგვიყვან თუ ჩეკს. არავის არ შემთხვევაში. ისე ვიმამხარეს არიან 20 დღე იმისთვის აბადია, ჩვენთვის კი არაფერი. განა ეს კანონია? მაშინ კანონს მომდებდი და წავალ სხვაგან. ხვალ მივდივარ პირდაპირ ქუთაისში. სრული კანონის ფარგლებში მოაქცევენ ყველაფერს და რამოდენიმე დღეში უკვე აღკვეთილი იქნება გარევაჭრობა.